კურორტებისთვის კი 2025 წელი პირველ რიგში პლუტონის ტრანზიტი თქვენთან აქ შემოიტანს ძალიან დიდ ცვლილებებს სამსახურში თქვენს მიზნებთან. აქ შესაძლებელია ჩამოსვლა და ახალი ფურცლიდან დაწყება თქვენი მიზნები. ზოგთან კი პირიქით მოიტანოს სტატუსის შეცვლა, როგორც სამსახურეობრივი, ასევე ყოველდღიური და ურთიერთობების თემებში. ნეპტუნის ტრანზიტი, რომელიც გადადის მარტის ბოლოდან ვერძის ზოდიაკოს ნიშანში, შესაძლებელია თქვენთან აქ უფრო მეტად გაამძაფროს იმის სურვილი, ჩაერთოთ ხელოვნების შემოქმედებითი თემებში, დაინტერესება ეზოთერიული კუთხით ფსიქოლოგიის, მოგინდეთ საკუთარი თავის დანახვა სხვა კუთხით, ამოცნობა იმ სამყაროსი, რომელიც თქვენთან დაფარულია. ზოგთან კი პირიქით აქ გაამძაფროს ფსიქოლოგიური საკითხები, ალკოჰოლთან, ნარკოტიკთან დამოკიდებულება, სადაც აუცილებლად ფრთხილად უნდა იყოს, მარტოობის და ჯანმრთელობის საკითხებს მინდა გავაფრთხილდეთ ამ პერიოდში. ხოლო მაისიდან სატურნის გადასვლა დაინტერესებას მოიტანს მეცნიერების, ოკულტიზმის მიმართ, ცხოვრებისეული პროცესების სიღრმისეულ გაგებას. ზოგისთვის კი საფრთხილო იქნება აქ ისევ და ისევ აღნიშნავ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ან კანონთან პრობლემები, უარყოფითად გამოვლინდა და მაგ შემთხვევაში ფსიქოლოგიური დაძაბული პერიოდი შესაძლებელია იყოს, ნერვოზულობის ალბათობასასოდის ეს პერიოდი, ზოგთან კი პირიქით უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობის კუთხით ძალიან კარგ დაინტერესებას შემოიტანს. ზოგი კი შეიძლება დაინტერესდეს ფსიქოლოგიით, ასტროლოგიის შესწავლით. დაბნელებები მარტი-სექტემბრის აქ შესაძლებელია გაზარდოს თქვენთან საქმიანი თემები, ახალ ადამიანებთან. იდეები, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში განხორციელებული არ იყო, შეგიძლიათ ამ იდეების განხორციელება, დაგეხმარება სწორად თქვენი საქმის ჩამოყალიბებაში. საინტერესო იქნება, ვინც დაინტერესდებით ხელოვნების კუთხით და ითანამშრომლოთ ხელოვან ადამიანებთან, შემოქმედებით ადამიანებთან, ფსიქოლოგიით, ვინც ხართ დაინტერესებული, შექმენით თქვენი საინტერესო პროექტები და ითანამშრომლობით ადამიანებთან, აღმოაჩინეთ საკუთარი თავი საზოგადოებაში. ტრანზიტი, რომელიც იმოძრავებს მორიელის ზოდიაკოს ნიშანში, ეს თქვენს პარტნიორულ ურთიერთობებს შეეხება. ბევრთან შესაძლებელია გააბუჯოს პირადი ურთიერთობები, ან ეცადეთ ეს პერიოდი არ გახდეს ძალადობის მსხვერპლი, პარტნიორისგან მანიპულაციის, შურისძიების მსხვერპლი. აქ მტკივნეული საკითხები შეიძლება წამოწიოს პარტნიორებთან, როგორც პირადი, ასევე საზოგადოებრივი კუთხით. აქ გაცნობიერება უნდა მოხდეს თქვენი ურთიერთობების. ხოლო მარტის ბოლოს, რომელიც ვენერა რეტროგრადდება ვერძის ზოდიაკოს ნიშანში, წარსული ურთიერთობების გარკვევას გახდის აქტუალურს. ფარული ურთიერთობები, რომელიც გქონდათ, შესაძლებელია ამოტივტივე ძველი საიდუმლო საქმეები, თაღლითური თემები, რომელიც ფინანსურს უკავშირდება, გააქტიურდეს ძველი მტები, განსაკუთრებით ქალების კუთხით. აქ კარგია ჩამოშორდეთ ტოქსიკურ ადამიანებს, რთული სიტუაციიდან განთავისუფლდეთ და ასევე იმ ტყუილისაგან, რომელიც ძალიან აქტიური იქნება. იუპიტერი ივნისიდან ამოგასუნთქებთ და განაახლებთ ძალიან კარგ კონტაქტებს, საინტერესო ადამიანებს შემოიყვანთ თქვენთან. ხოლო იუპიტერის გადასვლა კირჩხიბში ივნისიდან ამოგასუნთქებთ. ძალიან კარგ კონტაქტებზე გაგება. საინტერესო ადამიანებს შემოიყვანთ, სადღაც ზოგიერთი დაბრუნდეს ასევე თავის სამშობლოში, კარგ შანსებზე გასვლას გვირდებათ ეს პერიოდი, ოჯახში, გარემოში, კარგი საინტერესო შესაძლებლობები, საცხოვრებლის შეცვლა, სამეზობლოს შეცვლა, მოკლედ ძალიან კარგი იქნება ასევე სწავლისთვის, გადაადგილებისთვის, მოგზაურობებისთვის. გამოიყენეთ ეს პერიოდი 1 წლის განმავლობაში თქვენ და სასიკეთოდ. ურანის ტრანზიტი კი ივნისიდან მოგეშვებათ იმ მოულოდნელი ცვლილებებისაგან, რომელიც არაკომფორტულობას გიქმნიდათ, ეს თქვენთან აღარ იქნება. პირიქით, ამან შესაძლებელია წამოწიოს ფინანსური და მოულოდნელი კანალის გახსნა, თქვენი პრიორიტეტების, თქვენი სურვილების ახლებურად გამოვლინება. ზოგთან უარყოფითი კუთხით შესაძლებელია იყოს აქ დანაკარგები და ყოველდღიურ საკითხებში ფინანსური
დანახარჯები. ყუროებისთვის წლის დასაწყისი, სადღაც შუა პერიოდი, ცოტა სირთულეები იქნება თქვენთან, როგორც ურთიერთობებში, ასევე საკუთარ თავთან რაღაცების გაცნობიერება აუცილებლად მოგიწევს, ხოლო წლის მეორე ნახევრიდან უფრო კარგი შესაძლებლობები წამოვა, უფრო საინტერესო ადამიანები დაინტერესდებიან თქვენით და უფრო კარგ რეალიზაციას მოახდენთ საკუთარ თავთან. წარმატებები მინდა ყველას გისურვებთ.